რიგითო მოქალაქენო და არა მარტო მოგესალმებათ დილის სამინისტრო გთხოვთ მიესალმოთ დილის მინისტრებს ნინო მეუნარგია და დავით მაღლაფერიძე გადაცემა შეიცავს კომერციულ ინფორმაციას აი ასე შემოკარგებო დაბრუნდით პირდაპირ ეთერში თქვენ უსმენთ რადიო იმედს და დილის სამინისტრო აგრძელებს მუშაობას მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენ უკვე იცით უბრალოდ შეგახსენებთ რომ თაწმინდის პარკში უკვე ტრადიციად ქცეული ნაყინის ფესტივალი უნდა ჩატარდეს 16 ივლისს და მასში მონაწილეობა საქართველოს ბაზარზე არსებული ნაყინის მწარმოებელი კომპანიები მიიღებენ ჩვენ საშუალება გვექნება სულ რამდენიმე წამში პირდაპირ ეთერში ვიყვანოთ სწორედ მარკეტინგის მენეჯერი თაწმინდის პარკის ია თარხან-მოურავი და მე მატყობინებენ რომ უკვე ჩვენი სტუმარი ხაზია. მას ასე 16 ივლისს თაწმინდის პარკში უნდა წავიდეთ და ტრადიციულად ქცეული ნაყინის ფესტივალი უნდა ვნახოთ და დავაგემოვნოთ კიდეც და ჩვენ ახლა საშუალება გვაქვს პირდაპირ ეთერში როგორც უკვე გითხარით თაწმინდის პარკის მარკეტინგის მენეჯერ ია თარხან-მოურავს მოусმინოთ. ია მოგესალმები დილა მშვიდობისა. მოგესალმებით. მადლობა რომ გადაცემაში იღებთ მონაწილეობას და მე ხარ დარწმუნებული ვარ რომ მომდევნო რამდენიმე წუთი ვიდრე ჩართვა გვექნება სიგრილე ექნება ჩვენს მსმენელს გარანტირებული იმიტომ რომ მე მგონი ყველაზე ძვირფასია ზაფხულში სწორედ ეს და თანაც გემრიელი და მსუყე ნაყინი. გითხარით რატომ უნდა მოვიდეთ 16-ში თაწმინდის პარკში და რა დაგხვდება? 16 ივლისს კვირას დილის 11 საათზე თან დაიწყება ნაყინის ფესტივალი ჩვენთან სინოპტიკოსები პირდებიან რომ იქნება ცხელი დღე აქედან გამომდინარე ვფიქრობ რომ ნაყინის ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება იმ თემატურადაც როგორც იცით ან უკვე მეოთხედ იქნება ეს ფესტივალი თაწმინდის პარკში და ყოველწლიურად მასშტაბები უფრო იზრდება. წელს ყავს 12 მონაწილე კომპანია, რომლებიც ცენტრალურ მოედანზე, ეს არის შადრენის მოედანი, წარადგენენ თავიანთ პროდუქციას. პარალელურად იქვე არსებულ სცენაზე იქნება ბევრი გასართობი ღონისძიება, რომელიც იქნება არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ მოზრდილებისთვის, ასე რომ ყველა ასაკის ადამიანი შეიძლება რომ მოიხინოს და სასიამოვნო დრო გაატაროს მაგდრეს პარკში. ია, ჩაგეკითხებით, თქვათ, რამდენი შესაძლებელია, რომ ნაყინის ჭამასთან ერთად ადამიანებმა სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა და თუ იგეგმება, თქვათ, ახალისების მიზნით გარკვეული, თქვათ, აქტივობები. დიახ, ღონისძიებები იქნება მთელი დღის განმავლობაში, დაიწყება 11 საათზე, 11 საათზე იქნება გახსნა, შემდეგ საღამოს 9:30-მდე უწყვეტ რეჟიმში სცენა იქნება დაკავებული. იქნება გათამაშებები, კონცერტები, სხვადასხვა კომპანიის მიერ დაწესებული პრიზები, რომლებიც იქნება გათვლილი არა მხოლოდ პატარებზე, არამედ ყველა ასაკის ადამიანზე. ძალიან კარგი, ის გადაგვრჩენია რომ 16 ივლისს ცხელ დღეს ყველაზე გრილად შევხვდეთ თაწმინდის პარკში. წარმატებები მინდა გისურვოთ, ია, დარწმუნებული ვარ რომ ბევრი სტუმარი გეყოლებათ და კიდევ ერთხელ შევახსენებ მსმენელს რომ პირდაპირ ეთერში ვესაუბრებოდით თაწმინდის პარკის მარკეტინგის მენეჯერ ია თარხან-მოურავს. ჩემო ძვირფასებო, მე ეხა ერთი მუსიკალური პაუზა უნდა შემოგთავაზოთ და შემდეგ უკვე გავაგრძელებთ დილის გადაცემას. თქვენ იცით რომ მთელი ფაქტობრივად 4 თვეა უკვე რადიო იმედი და WorkNet.gov-ი ერთობლივ პროექტს დასაქმდი იმედით აწარმოებს და ეს არის შანსი და შესაძლებლობა იმისა, რომ სწორედ ჩვენი ეთერის საშუალებით მოისმინოთ ვაკანსიები, რომელიც WorkNet.gov-ზე ქვეყნდება და შემდეგ უკვე საკუთარი ბედიც მოსინჯოთ კონკრეტული ვთქვათ ვაკანსიის დასაკავებლად. ეს ახალი ვაკანსიები მე ხელთ მაქვს, სულ 24 გახლავთ და სიამოვნებით უკვე გადაცემის ბოლოს მე მას თქვენს გაგაცნობთ. გადაცემა შეიცავს კომერციულ ინფორმაციას. გალბატონებო და ბატონებო, რიგითო მოქალაქენო და არა მარტო მოგესალმებათ დილის სამინისტრო გთხოვთ მიესალმოთ დილის მინისტრებს